ბაღჩაში მოკრეფილი კეჟერა ფხალი, კინძები, ნაირ-ნაირი, გარეცხილი გავლებული, გაჩახჩახებული. ჩავყაროთ და მოვწალოთ. მელექო, რას გვიგეთებ? ახლა ვაკეთებთ ზაფხულის ტოლმას. ჩვენ ასე ვეძახით. შავ ფხალში ვაკეთებთ. კეჟერა ფხალში. კეჟერა ფხალში. ტოლმა ქვია თუ სარმა? მე ასე ვიცოდი რომ სარმა ერქვა და ახლა შენ სარმასაც ვეძახით, ტოლმასაც ვეძახით. ჯერ ხახვი დასჭირდება, მერე პამიდორი დასჭირდება, სტაფილო, ნიორი, მაკიდო, კინძი, პრასა, აჯიკა, ტომატი, მარილი, პირპილე. всё? всё. მორჩა, მეტი რამე. ბრინჯი. სხვა მეტი რამე არ უნდა. გიოლი ყოფილი. კი. სახლისთვის რომ ვაკეთებთ, ხორცს არ ვუჯებით და ისე სტუმრიზა რომ გვინდა, შესანახად რომ გვინდა, ხორცსაც ვუკეთებთ. საჭმელი კი არ მოგკვლებია უამისოდაც, მაგრამ თქვენთვის გვინდოდა გვეჩვენებია. ხაზირია. ხაზი. აქ ამფერი წესია. ქალი, ოჯახის ქალი არიტრიალებს სტუმრის წინ, სუფრის გასაწყობად და გასაშლელად. ბელექი გამოხედავს ჩვენ წინ ვისაღებ ოთახში ვართ და იტყვის ჯემალო ხაზირია, თავის ქმარს და შვილს ეტყვის რაულოს და ჯემალს. გამოვლენ, დაავლებენ გაწყობილ სუფრას ხელს და გამოდგამენ. წხველი რაფერი არ გედიუვეთ. ახლა გადავიღებთ. რა გვიშლის ხელს? ერთ დღესაც ჩამოვედი და დავხვდა ლილოში ნაყიდი მძიმე მარმარილოს მაგიდა. მაგი წესი მეიშალა. და ახლა ჩემს საპატივცემლოდ რომ ჩამოვდივარ, იმ მაგიდას მიწევენ გვერდზე და ისევ ამ მაგიდით შემოახვდა გავა. მელეკ ჩავყრი ამას წყალში, მაშინ მოვწალავ მე. მოწალე. შენ სანამ მაგას დაჭრი. ერთად ჩავყარო ყველა? ჩაყარი ერთად. ამუა. რა ვიცი, ახლა ჩემ დღეში არ გამიგეთებია საჭმელი, მაგრამ თქვენ საპატივცემლოდ ეჟერას გავავლებთ უღარეს. იმდენად ახლოს ხარ სინამდვილესთან, ბუნებრიობასთან, ბუნებასთან, მცენარესთან, ბოსტანთან, ემოციასთან, ადამიანებთან. ისეთი სიახლოვეა ეს, რომ ქვა რომ მქონდეს გულის ნაგიროთ, იმასაც გაგილღობს და გაგითბობს. სტუმარი აქ ძალიან მიღებულია, ძალიან. ყველა საქმეს გადადებენ, რამდენი საქმე აქვს, ცოტა კი გაჩვენეთ. დღეც მუშაობენ, ღამეც მუშაობენ, ამათი ყანები, ამათი ბოსტნები, ამათი მთა და ბარი რომ ნახოს ადამიანმა, ყველა მიხვდება აქ რამდენი საქმეა. მაგრამ სტუმრის გამო ყველაფერს მიატოვებენ და შენ მოგიწყვნიან იმ დღეს, როცა შენ აქ ხარ. ასე არა მელექო? კი. ყველა საქმეზე უფრო მნიშვნელოვანია სტუმარი. სტუმარი. იმიტომ რომ სტუმარს ღმერთი აგზავნის, ასე სჯერათ. მე ჩაწერილიც მაქვს ეგ წინადადება და ახლა თქვენც გეტყვით. ასე სჯერათ. სტუმარს მისი რიზღი და ბერეკეთი, მისი მოაქვს თან 100. იმასიდან ჰაჰა ერთი შეშჭამოს, დანარჩენ შენთან დასტევს, გეიას და წევს. ესე იგი ამ ხალხს აქვს 3 სახლი. ერთი ბარში, სინამდვილეში მთაშია, კი ხედავთ რა მისი სიმაღლეზე ვარ. ერთი ყიშლას ეძახიან შუაში და მერე მთაში. ბებიამ თქვა, ყიშლაზე გევიარე საქონლითო, ცოტა საქონელით შევასვენეთ, ჩვენ შევისვენეთო, ბაღჩა დავთესეთო, შეშა მევიმზადეთ შემოდგომიზა. ჩამოვლისას მთიდან რომ წამოვლენ იქ რომ აცივდება და წამოვლენ სექტემბერში, მერე ყიშლებზე გაჩერდებიან. ერთი თვე ვჩერდებით. ერთი თვე ყიშლებზე და ყიშლებზე ამზადებენ სახლისთვის საჭირო პროდუქტს ყველაფერს. ეს სოფლის თავზეა ეს ყიშლი. კი, სოფლის თავზე. და როგორც კი ამინდი აირევა და გათოვებისკენ წავა, უცებ ჩამორეკავენ საქონელსაც და ჩამოდიან ბარში. აქ ჩვენ მოვიმარაგებთ თივას, შეშას, კარტოფილს, ყველაფერს მოვამზადებთ და რომ ჩამოვლენ გათოვდებიან, ყველაფერი ჰაზირი გვაქვს ზამთრისთვის. მარტო ვერ იცხოვრებ. მარტო ვერ იცხოვრებ. დიდი თუ არა, ესე იგი 2-3 თაობა თუ არა ერთად, ისე მემთევრობას ვერ იზამ და აქ ვერ იცხოვრებ. მაშინ წახვიდები. მაშინ გზათაშუანა იარო. ჩემს მოსვლამდინ ჩემი დედამთილი იტყოდა 8 დღეს თაზე ვიყავ, 8 დღეს ბარში. ბარში ისაქმებდა, გაბარევდა, დათესევდა, ან გააკეთებდა კამპოტ, მურაბას, მოხრაკევდა, ისევ თაში წევდოდა. და მე მეტყოდა რომ მეო ისე იმიტომ დავასახლე ჯემალი ისე პატარაო. რომ თაზე და ბარში სავლელი ვიყავი. მოყევი მაიამბავი მოყევი ბებია მანქანას ომარ მიყობოდა სირცხვილია. მამამთილმა უთხრა აგზე მეზობელი დადიოდა მანქნით და
წამოხვალო და ჩამოხვალო და ჩემი მეუღლე მერე ჩამოდისო და რომ წამიყვანო რას იქსო და მე ანუ ხდება გზაშიო საიდან უნდა წამივიყვანო და მეგემ თურმე ემალება შესწყვებოდა მარტო და არ წაყვებოდა მეზობლის კაცს არ წაყვებოდა მარტო მეზობლი კაც თუ არ ხატაში არის ახლა თუ ამ ხანაგი უნდა ხლებოდა რა ვიცი წესი იყო ამფერი წესი იყო ამფერი მაშინ მე მოვწრი ვარ ხორჯუმში ხორჯუმელი ხარი რომ შეხვდებოდა შენკენ ზურგს იზამდა ხო ზურგში ამფერი მინახავს ზურგს მიიხვევდა ასე იხვევდა ხო პირზე იხვევდა ზურგს მოგიბრუნებდა შენ სახეს ვერ დაინახავ ამფერი მინახავს მეც კი მოვწრებული ვარ 20 წლის წინ მოსული ვარ მე აქ პირველად საქმე ყველანაირი ისე მიყვარს არც საჭმელი არა არსებობს იმფერი არ მიყვარს მე თქვა და არც საქმე აი ასეა მელექი უნდა ამდენი წვანილი თუ გაუკეთებ უნდა და თუ არა არა გააჩინე და მე წვანილი ძალიან მიყვარს ძალიან ბევრი წვანილი ჭირს და საქმეში შენ არ შეგეზარება არასდროს არა მაი პრობლემა არ მაქვს ჯერ არასოდეს არ მქონია არ შეგზარებია არა დედამთილი გიგზანის იახს კარაკს კი ყველაფერს რასულ ბუნები ამოაგორა ხელები მიკანკალებსო და იმ სულგუნების ამოღების დროს არ უჩანდა კანკალი საქმე რომ აქ არა კანკალებს საქმე უყვარს ინო დავამზადეთ უკვე რა გვინდა ახლა კარაკი უნდა მაგრამ ახლა კარაკი გვინდა იყო სანამ მელექი კარაქის მოსატანათაა წასული ამბავი უნდა მოგიყვეთ ერთი და დაკვირვებაა ჩემი ასეთი ქალაქიდან მოსულ ადამიანებს ამაზე უფრო ბუნებრივი ნანახიც არ ექნება ამაზე უფრო გემრიელი ამაზე უფრო ნატურალური ამაზე უფრო სუფთად მოყვანილი ამაზე უფრო სწორად მოყვანილი ამაზე უფრო გემრიელი და კარგი ჯიშები რომელიც აქ მოყავთ ჩვენ ბარში დავკარგეთ ამასთან წტომა და კავშირი მათი მოყვანილი შეიძლება არ იყოს თლად გასრიალებული გაპრიალებული მაგრამ მითხრეს რომ თურმე უფრო იაფიღირს ნატურალური პროდუქტები ვიდრე მათი მოწვეული იმიტომ რომ ადამიანის თვალს უფრო ეხარბება გაპრიალებული გასრიალებული და უფრო სხვანაირად მოყვანილი რა თქმა უნდა მათი ხილი მათი ბოსტნეული მათი კარტოფილი მათი პროდუქტი ბევრად იაფია თურმე ვიდრე საიდანღაც მოტანილი და გულის წყვეტით გიყვებიან ამ ამბავს რა თქმა უნდა არა და ამაზე ჯანმრთელი ამაზე გემრიელი არ ვიცი მე სხვა რაღა უნდა იყოს ბოსტანში რომ მოკრებ ამოიტან და სახლში გააკეთებ და მიირთმევ და სტუმარს მიართმევ ამაზე მადლიანი რა ვიცი რამე არის კიდე მე სხვა არ მეგულება არაფერი ამაზე უფრო გემრიელი ელექმა აიტანა კარაკი სანამ მე ცეცხლი შემინთია და გამიღვივებია სიგარეტი დავწვით კარაკი ჯერ ხახვებს დაწვა. ჯერ ხახვებს დავსწროთ. მაგი კი იქნება გემრიელი. ამდენ კარაქში მუთუშული. აგი ბურგალ პირპილე და პამიდორია ერთად გატარებული. სამთრისთვის შენახული. რასაც უნდა ვა? ახლა გავუკეთოთ ბრინჯი. მაი ბოლოს. კინძის აჯიკა აი. ეს მარილი ცოტა ბევრინა გავუკეთოთ რომ ხალჩიც რომ მარილიან წყალში არ ვაკეთებთ, უმარილო რომ არ გამოვიდეს. კარაქ გავადნობ, წყალ ჩავასხამ. ცოტა მარილ გოუკეთებ, ცოტა პირპილ გოუკეთებ, აჯიკას გოუკეთებ და წყალი შევადუღებ, გავაერთიანებ და მერე ჩავაწყობ სარმაშიან. და ისე მოუხარშა. იმ წვენ ცალკე გააკეთე. ხო, წვენ ცალკე გავაკეთებ. ამდენი წვალებადობებია ამას რა ამბავია. ხო. კაი გამოვიდეს. იმიტომ გამოდის თურმე გემრიელი ამდენი ფუთფუთი სიტიდებოდა რა ვამეგონა ახალგაზრდები ამ ხარ. ეს უკვე მზადა. მაგი ხომ და მე თან მერე ხომ და მე იხარშოს კიდე და თურმე რა ამბები ჭირებია. აგი რომ ცოდნო და ამდენი ამბავი ჭირდებოდა ამას რა ვავითხოვდი. ისევ თქვი ხელწამოსაკრავად უცებ ვქნათ მეთქი რა უნდა მას. რაფერ გაჭედა ნახე. მუთაკასავით. უი, ასე სამკუთხედებად ახვევ?
და მე სულ ასე ვაკეთებ და როცა რომ ბევრს ვაკეთებ, ასე მე ყოველთვის ვაკეთებ 10 კილო ბრინჯისას. სუნელსაც რომ ვერ ვუკეთებ, ვინმეს არ შეჭერავს 10 კილო თუა, შენ გვატყვილებ 20 კილოს ის. საქმე რომ არ გვაქვს, მაშინ უფრო ავათვართ. რა კაია მასე რომ იყოს ყველა. ან ცოტა მაინც რომ ასე ფიქრობდეს რა გვაჯობებდა, ქვეყანა არ გვაჯობებდა. მე აში ვიცი რა ვიცი. მადლობა. ეგ ჯამთელი ვიყო. აფერი ამ ფიქრდებოდეს და საქმეს ეშველება. ჩააწყობს ახლა მელექი და ჩვენ წავალთ აღარ დავგვცხა. ამ ოთახში სიცხია. მელექი ღმერთმა ბერეკეთი მოგცეს და კარგად გამყოფოს. მენაც კარგად განყოფნოს ღმერთმა. ახლა გავუკეთებ ისევ ამ კარაკ, ამ ტომატ, ამ აჯიკას, ქინძ, პრასას, ყველაფერს ცოტ-ცოტას დავშჭირით, წყალი შევკადმოთ, ამათ ჩავაწყობ. რაიოლა თქვა. აზირიაო. ტოლბა ხაზირია. მოგწამდი. ესმა